მოგესალმებით, მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა ამ შესაძლებლობისათვის და თავისუფლება სინდისის და პოლიტიკურ პატიმრებს ამ ქვეყანაში. მათ შორის მათაც ვისაც თავი ოდისე ეგონია ითაკაში დაბრუნების გარეშე. არ არის ვანო ზარდიაშვილი მარტო დამნაშავე იმაში, რომ საქართველოს ენერგოსისტემა ისე როგორც აბსოლუტურად ყველა სფერო შეჭამა კორუფცია. დამნაშავე მთავარი არის კორუფცია და ის სახელმწიფო მართლობის მოდელი ბანდიტური, რომელიც ივანიშვილმა დაამყარა ამ ქვეყანაში. ვანო ზარდიაშვილზე ეს ჯოხი ვერ გადაწყდება, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ ყველა ხვდება და თუ ვერ ხვდება, გეტყვით, რომ ნულოვანი სიმპათია გამაჩნია ივანიშვილის ამ ერთ-ერთ მორიგ რიგით კორუფციონერთან. ვანო ზარდიაშვილი არ არის იმ მასშტაბის ფიგურა, რომ მის კისერზე დაკიდო ესეთი რაღაცეები გაგახსენებთ, როგორც წავიდა ეს კაცი პარლამენტიდან და კონკრეტების გარეშე. ვანო ზარდიაშვილი არის ერთ-ერთი სიმპტომი, შეგვიძლია ვთქვათ. როგორც წავიდა ყველას ახსოვს, ეკაბესელიას სახელშიც მოხვდა ეკაბესელიას. ეს არის ვანო ზარდიაშვილის პოლიტიკური ფასი. პასუხად შეიძლება ითქვას, ის რომ ვანო ზარდიაშვილი ბანდიტურად იმსახურებოდა იმ სფეროშიც, სადაც ბოლო წლები გაატარა, ეგეც ფაქტია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ უამრავი პრემია გაიცადა, უამრავი სახელმწიფო ზრდა იყო, როგორც ვანო ზარდიაშვილის პირადად, ისე ენერგოსისტემაში მთლიანად. ხო, ძალიან ბევრი. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ არაჩვეულებრივად იმუშავაო. აქო, ოღონდ ეს რაღაცა გერმანელი ნაცისტების მასშტაბის ირონია, ცინიკური სახელმწიფო ირონია, რომ აი ხვალ ისე გააკულაკებს, რომ წარბი არ შეუტოქდება. ვანო ზარდიაშვილი ჩემთვის არ მინდა რომ რაღაცა იმას შევიდე ინტერპრეტაციებში და ვეძებო ისეთ რაღაცები, რაც ზუსტ ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ ერთი ამ ზუსტად ვიცი. ვანო ზარდიაშვილი არის მამუკა მდინარაძის გუნდის განუყოფელი ნაწილი. ვანო ზარდიაშვილი და მამუკა მდინარაძე ერთმანეთის გარეშე წარმოუდგენლები არიან და ეს არ ეხება მარტო პოლიტიკას, ეს ხალხი ერთად მოდის ძალიან ბევრი წელი. ამიტომ ვანო ზარდიაშვილზე პირდაპირ დარტყმა და აი მთელი ამ ხელა კრახის, რომელიც ავტორიც მარტო ზარდიაშვილი ვერ იქნება და მასზე შეწმენდა, ეს არის კიდევ ერთი სიმპტომი და ამის შემდეგ ქვის კარიერის გენერალის დაქვეითება რაღაცა რეგიონების სამინისტროს ხელმძღვანელად თან იმის თქმით, რომ მაგ სამინისტროს ვაუქმებ და სამანგალოს სანამ გავაუქმებთ, იქამდე იქნება მინისტრი და მე რაღაცა სახელმწიფო მინისტრიო. აი მთელი ეს კასკადი კობახიძის გუნდის ამ ნაწილის დასუსტების და მათზე რაღაცა ივანიშვილისეული მართლმსაჯულების განხორციელების მე მანიშნებს იმას, რომ ხო კობახიძეს წყალი შეუდგა. მე არა ვარ ისეთი ინფორმირებული როგორც ჩემი წინამორბედი ასეთ საკითხებში, უბრალოდ რაღაცა რეალობის აღქმა მაქვს და იმ სურათის, რომელიც ჩვენ თვალწინ არის. იმის პარალელურად, რომ საქართველოში ინფლაცია ყოველთვიურად მატულობს, იმის პარალელურად, რომ აი ამ სერიულ აფერის სინამდვილეში იმის გამო აზღვევინოს საქართველოს პასუხი, რაც აკეთა უკანასკნელი ნახევარი წლის განმავლობაში, როდესაც სრულიად საქართველოს და საქართველოს ყველაზე შეჭირვებულ მოქალაქეებს მტკნარი სიცრუით ყვება ატყუა, მართლა დანაშაულებრივად გააბიტურა ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა, როდესაც უთხრა, რომ რაღაცა უნარი შესწევდა ფასების კონტროლის ამ ქვეყანაში, რომელშიც პირდაპირ უცხოური ინვესტიცია არ შემოდის, ქვეყანაში, რომელსაც აბსოლუტურად ყველა პროდუქცია, აბსოლუტურად ყველა სასურსათო პროდუქტი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტზე შემოაქვს, ქვეყანა, რომელსაც არავითარი ეკონომიკური ფუნქცია არ აქვს, ქვეყანა, რომელიც იზოლირებული არის, როგორც რეგიონიდან ისე ფართო ცივილიზებული სამყაროდან, ამ ქვეყანაში მას და მის მთავრობას შესწევდა უნარი, რომ ფასები ეკონტროლებინა, რაღაც კომისიები შექმნა, სუში გამოძება დააწყებინა, რაღაცა რეკეტები ჩაატარა, მაგრამ შედეგი მივიღეთ, რომ თვიდან თვემდე საქართველოს მოქალაქეებს ესდებათ ყველაფერზე საფასური. აგერ ბენზინის და დიზელის ფასი 25 და 36%-ით გაძვირდა ბოლო თვეში, ივნისის თვეში. ეს არის მზარდი ტენდენცია, თანა იმ წუთიდან მოყოლებული, როდესაც ამ ფასების კომისია ფასების ბრძოლა დაიწყოს, მაგრამ ამის პარალელურად წოფო ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ კაცმა მოახერხა, რომ საქართველოს 800,000 პენსიონერისთვის პენსია მხოლოდ 20 ლარით გაიზარდა 2026 წლის ბიუჯეტში, მაგრამ მათ შორის ვანო ზარდიაშვილის და მისი სტრუქტურისთვის ხელფასები გაიზარდა და პრემიები გაეცა იმავე წელს. ანუ ამისთვის ფული არის, რომ ის ხალხი, რომელიც პასუხისმგებელია ამ ქვეყნის ფუნქციონირებაზე 21 საუკუნეში, სადაც ამის საჭიროება აღარ უნდა იყოს, დენი უქრება. ქვეყანაში, სადაც რომელიც წესი თვითყოფადი უნდა იყოს ენერგეტიკული თვალსაზრისით, ელექტროენერგიის თვალსაზრისით. კითხვები მარტო ვანო ზარდიაშვილზეა? რითი გამდიდრდა
და ყოფილი მინისტრი მირცხულავა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ნოღაიდელი. რითი გამდიდრდა ამაზე კითხვა არავის არ უჩნდება? აი ეს არის მოსაკითხი. რატომ არის რომ საქართველოს რომელიც ენერგეტიკულად თვითყოფადი ქვეყანა უნდა იყოს თუ კორუფცია არ არის ამ ქვეყანაში ამ სფეროში, რატო ყიდულობს ელექტროენერგიას რუსეთიდან? იმ ელექტროენერგიას რომელიც საფასურით ხმარდება უკრაინაში ჯარისკაცების ხოცვას და მშვიდობიანი მოქალაქეების ფიზიკურ განადგურებას. აი ეს კითხვებია დასასმელი. ნორმალურ ქვეყანაში ამ კითხვებს დასვავდნენ და არა საბჭოთა რესპუბლიკასავით ერთკაც შეაწმინდავდნენ და ეხლა ჩემთვის სულ ერთია. გულგრილი ვარ აბსოლუტურად, მაგრამ რაღაც ვანო ზარდაშვილის ციხეში ჩასმა უშველის მაგალითად ან სამსახურიდან გაგდება იმას რომ თავზე გვენგრევა ელექტროსისტემა მთელი საქართველოს არა, მაგრამ ეხლა ახსენე ყაზბეგი და ზუსტად 2 დღის წინ არტერია ქართული თბილისური ვაჭრობის არის, აგერ თბილისი მოლი რომელიც აქვე არის ახლოს. რომელიც გაითიშა ჩემს სახელმწიფოზე, გაითიშა რომ დენი არისო რაღაც 1 საათზე მეტი. გაითიშა მთლიანად. ანუ ეს ქვეყანა არის დისფუნქციური, სოფო. დისფუნქციური. ამ ქვეყანაში არა, ანუ რეალობა გვაქვს დაკარგული რა, მოდი პირდაპირ ვთქვათ. ეს არის ქვეყანა, სადაც აი აბსოლუტურ სიგიჟეში, ჩვეულებრივი რაღაცა ბოდიში და პოლიტიკური შიზოფრენიის ჩვეულებრივი სამედიცინო ისტორია არის, რაც ხდება ჩვენს თავს. რომ საქართველოს ქართული იუმორისტული მწერლობის მამის სახელით, აი ნოდარ დუმბაძე, დიდი მწერალი, რომ მის ოჯახის წევრები არ თuliდნენ რომ ის იუმორისტული ლიტერატურას აკეთებდა და ამას წერდა. მაგრამ ახლა ეს არავის არ აინტერესებს მის ოჯახი რას თulis, ის იყო დიდი იუმორისტი მწერალი. ამ კაცის სახელით იუმორისტი გალახეს. და მე ამაზე აშენეს პოლიტიკური სქემა, სოფო. ეს ხო არ არის ერთი იზოლირებული მოვლენა. შეხედე, ეგეთი ამბავი მოხდა და ამაზე აშენეს სქემა, ორი ორგანიზაცია შექმნეს და დღეს გამოვიდნენ კანონს მივიღებთო, რომელშიც წიწმინდების სიაგრე ეკნებაო და იმის მიხედვით გაგლახავთ ამ სიაში რა გვეყოლება, ან არ და ციხეში გაგიშვათ მარტო ვიღაცა მოჭი და კი არ გაგლახავთ. არა, ამის თქმა რა არის, იცი რომ ეს არის სიგიჟე, ანუ ეს ქვეყანა ამ ქვეყანაში ნორმალური არაფერი აღარ არის. არაფერი. აქ მდინარაძეზე მინდა დაუბრუნდეთ, წეღან ლევან ხაბეიშვილის პოსტი წავიკითხე და 2 პოსტი გამიერთიანებია შემთხვევით დასასრული და თავი Facebook-ის ბრალია ესეც. ანუ გადახდა. ხო, ბოლო სხვანაირი აქვს და აქ მოკლედ ერთი ნაწილი აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ თუმცა ისიც ლევან ხაბეიშვილს ეკუთვნოდა, რომელიც ოპოზიციის ნაწილზე უბრალოდ ძველი პოსტია. არ მინახავს. ემახსოვრება. მოვიკითხავ აქედან და სოლიდარობა. ხო და აი მას აქვს ეს ნაწილიც აქ პოსტში რიჟვაძეს იხსენებს დინარაძე, რადგან ვახსენე, ვერც ფული მოატანინაო დინარაძემ და ვერც მასზე უკვე დაალაგა ყაჩაგურის კრიმინალური სქემები. ლილუაშვილს ახსენებს აქ რომ პატრიოტების ხარჯზე სრულდება და დინარაძის დროც ერთდროულად, ლილუაშვილის და დინარაძის დროც ერთდროულად სრულდებაო და რიჟვაძის კვლელობის მცდელობა არ დაგავიწყდეთ, მან დიდ შარშია გენერალი, საქმე ისე მიდის, ვისაც სალამი აქვს ნათქვამი, მამუკას ზედ დააყოლებენ. ასე მაფიოზურ მართლობაში ჩაიჯრა დინარაძე და ივანიშვილი კუჭის სვენიდან ამოუღებს ბიტკოინებსო და კობახიძე მან ბევრად სევდიანად არის საქმე და მე ამბობს რომ ამ ამბების შემყურეო პირღია კი არ უნდა ვუყურებდეთ ამას, არამედ მობილიზდეთ და გავაქტიურდეთ, ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, სული შებერვა სჭირდებათ და ნუ დავამადლით, ძალა ხალხშია, ძალა ერთობაშია. აქ მინდა დავკონკრეტდეთ რიჟვაძის ნაწილზე ეს დღემდე ბუნდოვანებით მოცული საკითხია, ხო? დინარაძეს რომ კითხეს თქვენი მეგობარი იყო და თუ მოიკითხეთ, ტელეფონი არ აქვსო, მახსოვს ეს პასუხი, ამის მერე არ ვიცი და უბრუნეს თუ არა რიჟვაძეს ტელეფონი, მაგრამ აი ამ ყველაფერთან ერთად რაც მის მოკლევ ადიან სუსის ხელმძღვანელობის პერიოდში გადახდა მედლების გარდა, ანუ ჩინმედლების გარდა და გენერალ-მაიორი რომ გახდა 7 თვეში, მისი ხელით აღმოჩნდა რომ ივანიშვილმა ყოფილი თანაგუნდელები დაიჭირა, ხო? რაღაცნაირად ხელი მოაწერა ამაზე კობახიძემ დინარაძემ, ხო? ფიქრობთ რომ მათი დრო იწურება ახლა? ვერ გეტყვით, მე სულ ამას ვიმეორებ ხოლმე, ხო? ალუზიის სახით, როდესაც ადამიანი ფსიქიურად არის დაავადებული, ის არის ფსიქიატრის პაციენტი და მან უნდა გითხრას რა არის სწორი. აქ ჩვენ პოლიტიკურ ფსიქოსთან გვაქვს საქმე და უმადური საქმეა იმარჩელო იმაზე ივანიშვილს როდის რა გადაუბრუნდება თავში და რა წამს შეცვლის რაღაცა, მაგრამ ის რომ დინარაძის ხალხი და კობახიძის ხალხი ეცლება თიკა კობახიძე წინან კი არ არის ჩამოვარდნილი. იქ წინან კი არ იყო ჩამოვარდნილი და რაღა მართლა რაღაცა ბიზნეს მოიწვეს, ლეგენდები რო დადეს რომ ბიზნეს მოიწონა როგორ მართავდა მოსწავლე ახალგაზრდობის სასწავლოს არაფერ მსგავსი თიკა კობახიძეც იყო, რუხაძე ბოდიში კობახიძე რა შუაში. თიკა რუხაძეც იყო დინარაძის კადრი და კობახიძის. ანუ შემოაცალეს თლიანად შეხედე ბატონ ხუხაშვილი მართალი იყო იმაში რომ კარგად რომ დააკრიბდნენ მთავრობის შემადგენლობას, ვინ დარჩა ისეთი ვინც არის კობახიძის გუნდიდან რეალურად? არავინ არ დარჩენილა, არც ერთი
მნიშვნელოვანი მინისტრი. ეკონომიკის მინისტრი არის მისი გუნდიდან, არ არის მისი გუნდიდან. ეკონომიკის მინისტრი, ჯანდაცვის მინისტრი და არის მისი გუნდიდან. აკითხეთ თეა წულუკიანს ჯანდაცვის მინისტრი თუ კობახიძის გუნდიდან არის და გიპასუხებთ. არავინ არ დარჩა მის გარშემო, ყველა ვინც იყო აი ამ გუნდიდან და ეს მოკლე რაღაცა ვარსკვლავური პერიოდი 5 წუთიანი დიდება რაც ჰქონდათ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ვიცი ბატონო ხოხაშვილი ახსენებდა შეიძლება რეალურად ეგეც იყოს ხო რაღაცა ცდელობა რომ მიეყიდათ საკუთარი თავი როგორც ფულის ამომღები ინკასატორები. ფაქტია რომ მათ გარშემო პოლიტიკური ფიგურები ქრებიან და ეს პოლიტიკური ფიგურები არ ქრებიან უბრალოდ რაღაცა კი არ ორთქლებიან არამედ ამ პოლიტიკურ ფიგურებთან რაღაცა საქმეები იკვეთება რაღაც საბოტაჟი ისმის კულტურის მინისტრთან ტრის მაგივრად ის დაინიშნა რა ქვია აუდიტორი დაინიშნა ხო და დადის ხმები რომ ქალბატონ კულტურის მინისტრიც პროკურატურაში იყო ვიზიტით ახლა რა ვიცი აუდიტორს რო დანიშნავენ გენინსპექციიდან შემდეგ ხო ფაქტია რომ რაღაცა ხდება თქვილა არ დანიშნეს ხო მოვალეობის შემსრულებლად და პირველ შემოადგილეთ როცა ქალბატონ იმას რა ქვია რუხაძეს ყავდა სხვა მოადგილეები არა ამოწეს ადამიანი რომელიც არის აუდიტორი რომელიც უნდა შეამოწმოს ახლა რაღაც ფულის აწავიდა ანუ ივანიშვილმა პირველ რიგში შექმნა სისტემა რომელიც თავიდან ბოლომდე იყო კორუფციაზე დაფუძნებული ანუ ის თავის პირველადი კოალიცია გააცხრელინა აი ამ ღარიბაშვილებს და ვიღაცეებს და მოაკვლევინა ის რაღაცა პირველად დემოკრატიული პროცესი რაც არსებობდა 2012 წლის შემდეგ აი ამ გუნდს ეს გუნდი კრება კორუფციით და შემდეგ მიხვდა რომ აი ესეც გაიქცა ხელიდან და მოიყვანა ახალი ჯიშის ქართული ოცნების პოლიტიკოსი ესენი ახალი ჯიშის ხალხი არიან რომელსაც არაფერი წმინდა არ აქვთ ხო რომელსაც შეუძლიათ რომ აი ხო ყველაფერზე ხელი მოაწერონ აბსოლუტურად დაიწყონ იმით რა ქვია ქუჩაში ტროტუარზე დგომით ადამიანების დაჭერით ამას ხო ეს ხო ხსხრება არ გააკეთეს ახლა იკადრებდა ამას კობახიძის წინამორბედი თუ არ იკადრებდა ამას არ ვიმარჩილებ მაგრამ ხო ფაქტია რომ მაშინ ეს არ ჭირდებოდა და არც გაუკეთებია ამან ყველაფერი გააკეთა ანუ ეს პოლიტიკური აბსურდი რომელშიც საქართველოს ცხოვრობს ამ კაცმა შექმნა ეს ფაქტია ეს ხანუ ყველა ეტაპზე თუ დააკვირდებით ხო ყველა ფაზა უფრო მოკლე და მოკლეა ხო ღარიბაშვილის ფაზა ამით მოკლე აქვს ივანიშვილს თქმა უნდა შესაბამისად ხედავს რომ სუსტია ეს ეს სასახელო კითხვა ახლა სუსტია ივანიშვილია სუსტი თუ რეჟიმია სუსტია ამჯერად და თუ სუსტია რატომ ვერ ართმევთ ძალაუფლებას მე არ ვამბობ ლეგიტიმურს მიტაცებულს იმიტომ რომ ამ სისტემაში ივანიშვილმა ბევრი ამისა გააკეთა რომ ძნელია მისი გატეხვა ეხლა მე არ შევალ აი ამ ნიჰილისტურ გზას არ დავადგები ნამდვილად რომ რაღაცა ოპოზიცია პრობლემაა და ოპოზიციის სახით არ ვლაპარაკებ მე ვლაპარაკებ ძლიერი საქართველოს სახელით იმ პარტიის იმ პოლიტიკური კოალიციის რომელსაც მე წარმოვადგენ და მე მგონია რომ ჩვენ კარგ ფორმაში ვართ და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის რომ საქართველოს მოქალაქეებს დავანახოთ ალტერნატივა და ვებრძოლოთ სწორედ ამ ნიჰილიზმს რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ წმენა ქალბატონ სოფო არჩევნებში რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ წმენა თავის ძალაში იმიტომ რომ ერთადერთი რაც შეცვლის ამ რეჟიმს რომელიც სუსტია და გადავალ ამაზე აუცილებლად არის ქართველი ხალხის დამრგუნავი უმრავლესობის ძალა დემოკრატიული გზით შეცვალოს თავის ხელისუფლება და ამის ძალიან კარგი მაგალითი არის ის რაც მოხდა უნგრეთში მე არასდროს არ ვაკეთებ პირდაპირ პარალელებს პოლიტიკური მეცნიერება ჩემი პროფესია არის შესაბამისად ამ სისულელს არასდროს არ ვიზამთრებ პირდაპირ პარალელი გავაკეთო მაგრამ ეს არის კარგი მაგალითი იმისა რომ საზოგადოების დარაზმვა როდესაც ხდება და ის კი არ არის საარჩევნო ბალანსი მილიონი ამორჩეველი აქეთ და მილიონი ამორჩეველი იქით არამედ საარჩევნო ბალანსი არის რომ ქართული ოცნება დამრგუნავად მარცხდება არჩევნებში არჩევნები და დემოკრატიული პროცესით მიუხედავად არარსებული თამაშის წესებით შეიძლება მისი დამარცხება ძლიერს საქართველოს ყველაფერს აკეთებს რომ ქართულმა ხალხმა ეს წმენა არ დაკარგოს იმიტომ რომ ეს წმენა თუ დაკარგა ქართულმა ხალხმა მაშინ ივანიშვილი კიდევ უფრო ძლიერი იქნება ხუხაშვილმა დაასწორი რაღაც ის კითხვები იყო კონკრეტულ პასუხი არ ვიცი ზურა ჯაფარიძე დაждდა რაღაცა კანცელაპარაკა ისეთ რაღაცებზე ხო არ ვიცი თვითონვე უპასუხოს მე მზად ვარ რომ შევიცვალო რაღაცა თქვი დისკუსიაში არ მინახავს სიმართლე გითხრა თუ გინდა დამისვი ეს კითხვები და ყველა კითხვებზე რასაც არჩევნებს ეხება ყველაზე გაქცენ პასუხს ყველა კითხვა რომელიც მან დასვა ეხებოდა იმას რომ რას აკეთებთ იმისთვის რომ ეს ყველაფერი ამ ყველაფერს კონდეს აზრი რას არჩევნებში მონაწილეობა პოლიტიკას ვაკეთებთ სოფო შეხედე 4 კითხვა თუ იყო ყველაზე ერთი და იგივე პასუხი ემიგრანტების ნაწილში ყველაზე ერთი და იგივე პასუხი კანონმდებლობის ნაწილში რომელმაც დამკვირვებლიდან დაწყებული იყო სიების გამო ყველაფერი აკრძალა ხომ მე ზურას თქვენ ადამიანად ვიცნობ და არ მგონია რომ ილუზიები უნდა კონდეს რომ კაცი რომელიც საკუთარ ქვეყანაში ქმნის პოლიტიკურ ჯგუფებს და ამბობს რომ არსებობს რაღაცა სიწმინდე კატეგორიები რომელსაც თუ შეეხებით გაგლახავთ კაცი რომელმაც ზურამენცაშვილი რომელიც ეხა გამოვიდა და მინდა მიუღოს თავისუფლება რომელიც ტროტუარზე იდგა ტროტუარზე
მოგზდომის გამო 9 ციხეში იდგა. ეს კაცი რომ სწორი თამაშის წესებით გეთამაშება, ეგ ილუზია თუ ვინმეს აქვს, უნდა გაეშვას პოლიტიკურ პროცესს. მაგრამ მეორე არის, სოფო, მე ვარ პოლიტიკოსი. ძლიერი საქართველო არის პოლიტიკური ორგანიზაცია. მე როგორც ვიცი ზურა ჯაფარიძის გირჩიც არის პოლიტიკური ორგანიზაცია. ჩვენი პოლიტიკოსების საქმე არის რომ პოლიტიკა ვაკეთოთ. პოლიტიკას თუ ვაკეთებთ, შედეგი დადოთ. ბიძინა ივანიშვილის ცვლილებისთვის და პოლიტიკურ შედეგს დადოთ, ამისთვის პოლიტიკა უნდა აკეთო, ხო? ხომარტივია. პოლიტიკის კეთება ნიშნავს რომ შეცვალო პოლიტიკა ისე რომ ამ არჩევნებში მონაწილეობას კონდეს აზრი. პოლიტიკის კეთება ნიშნავს რომ პოლიტიკა აკეთო. პოლიტიკა ნიშნავს არჩევნებში მონაწილეობას, ხოლო? რა თქმა უნდა, პოლიტიკა ნიშნავს პოლიტიკა ნიშნავს შედეგის დადებას. არა, პოლიტიკა ნიშნავს პოლიტიკის კეთება ნიშნავს პოლიტიკური გზით ბრძოლას. მოდი ვიქნები ამ წუთას ნიჰილისტი და შემოგაშველი არა. თქვენი მოწინააღმდეგე და შემოგთავაზებთ თქვენ. ძალიან სწორი რაღაცა თქვი ხა, იმიტომ რომ თუ შენ თვლი რომ ჩვენი მოწინააღმდეგები არიან ნიჰილისტები, ესე იგი ძალიან სწორი გზაზე ვდგავარ. და ნიჰილისტი იმ განწყობაში რაც თქვენ თქვით. კი ბატონო, ხო, ნიჰილისტი რა მნიშვნელობა აქვს რა განწყობაში? ჩვენი მოწინააღმდეგები არიან ნიჰილისტები, ნიჰილიზმი მტერია. მოგიტანთ პუტინის მაგალითს. რა მაგალითს მომიტანა, მითხარი? სადაც არჩევნებს. ხო, რა ნაწილის პუტინის? განაწილის რა ეტაპს მეტყვი. რუსეთში სადაც არჩევნებს აზრი არ აქვს. მას მიყვა ოპოზიცია, გახსოვთ? პროცესი. რომელი ოპოზიცია მიყვა? იაბლოკა მონაწილეობს არჩევნებში. იო, ისინი უკვე გადაქცეული ყველა ეს პარტია რუსეთში სხვა სისტემა მუშაობს. ეს ხო აი აქ მაშინ ისე მივიდივართ იმ პრობლემაზე, რითიც დავიწყე. ანუ პირდაპირ ალუზიის გაკეთება არ შეიძლება. მოაკოპირა ეს. არა, ვერ გადმოაკოპირა. თქვენ არ გინდა პარალელს მოყვანა, მაგრამ უნგრეთი მოიყვანეთ პარალელად და ვიღაცა მოიყვანეთ პუტინის მაგალითს. კი ბატონო, გითხარ თავარ რაღაც, რომ პოლიტიკურ მეცნიერებად ჩემს პროფესია და იმ მაგალითის ზუსტ ანალოგს აკეთებ. რუსული მაგალითი გეუბნება, რომ რუსეთში ბევრად უფრო მეტი ძიმე რაღაცა მოხდა, იმისთვის რომ ეხლა ვითხრა, რომ იგივე დააკოპირა, ვერ დააკოპირა. კი, ოღონდ არ გამოუვიდა იგივე რაც გამოვიდა პუტინს. ხო, არა, შეხედე ეხლა მომავალში რა იქნება, ეგ მარჩელობის საქმე არის. მე ექსტრასენსი არა ვარ, მომავალში რა იქნება, ვერ გავჩვენებ. მე მესმის, უბრალოდ პოლიტიკურ შედეგს ახლა რადებს. ეს არის კითხვა. იმას წინ კითხვაზე გიპასუხებ და მე ამაზე გადავ. ლეგიტიმაციის არ ქონა მათთვის და არ მონაწილეობა ბოიკოტი და ასე შემდეგ. უბრალოდ შედეგს თუ არჩევნებში მიყოლა. გავიგე, პოლიტიკური პროცესის კეთება და შედეგს პოლიტიკოსების მხრიდან. შეხედე, ჩვენ ვართ წინააღმდეგობაში, მთელი საქართველო არის წინააღმდეგობაში. ჩვენ ვართ უმრავლესობა, მათ შორის ქართული ოცნების ის ამომრჩეველი, რომელმაც 2024 წელს მიცა ხმა, არ ვიცი რატო დაიჯერა ამისი, მაგრამ მიცა ხმა ღირსებით ევროპაში შესვლას. ანუ უმრავლესობა ვართ ის ხალხი, ვინც ამ ქვეყნის მომავალს ხედავთ დასავლურ ცივილიზებულ სამყაროში. ყველას გვაქვს ჩვენი საქმე ამ წინააღმდეგობაში საკეთებელი. პოლიტიკოსებმა უნდა ვაკეთოთ პოლიტიკა. მე შეიძლება არ მოგწონდეს ის, რასაც გეუბნები ახლა, მაგრამ პოლიტიკოსებმა პოლიტიკა უნდა ვაკეთოთ. პოლიტიკის კეთება არის შედეგის დადება. შედეგის დადების რა ნაწილში აკეთებს? სუდად მაგალითად ძლიერი საქართველო. მე გეტყვით. ძლიერი კითხვაზე უნდა გიპასუხო, შეხედე. პუტინმა რაც გააკეთა, ის ივანიშვილმა საქართველოში ვერ მოახერხა. ამ შედარებას ვერ გავაკეთებ. შეხედე, იგივე პუტინის სისტემაში. აი მაგალითად დავიწყოთ. რატომ არ გაუკეთებია? ოპოზიციის ნაწილი ხომ გააქცია. არ გაუკეთებია იგივე, ჯერ ვერ გამოვიდა. ვერ შეაშინა ქართველი ხალხი. ნემცოვი არ ყოლია ადგილზე და პოლიტკოვსკაია არ ყოლია ადგილზე. ყველაფერი გააკეთა დანარჩენი. შეხედე, თავარი რა არის პუტინის გაკეთებულ საქმეებში? პუტინმა შექმნა შიში, რომელმაც იმუშავა. ხო, ნიშნობა ხო არ აქვს. თავარი ხო ეგ არ არის, ვინ მოკლა, ვინ დაიჭირა, ორი ომი აწარმოა არაფრის გამო, მხოლოდ იმისთვის, ილუზიისთვის, საკუთარი საზოგადოების. თავარი რა არის პუტინის სისტემაში? მან შიში შექმნა და ამ შიშმა იმუშავა მოსახლეობის უმრავლესობაში. თქვენ ფიქრობთ, რომ იგივე მოხდა საქართველოში? იგივე საკეთებს პუტინის ცდელობა აქვს, მაგრამ იგივე ხო არ მოხდა. და ეს არ მოხდა იმიტომ, რომ საქართველოში საზოგადოება არის ბევრად უფრო რეზისტენტული ასეთ რაღაცებზე, ვიდრე რუსი. ჯერ ხელის შაქნება არ გადაწყვიტა და არც გადაწყვიტა. რატო გვინდა რომ ხელი ჩაიქნიოს ხო? მეც ხო მაგას ვამბობ, რომ ხელი არ უნდა ჩაიქნიოს. რომ არ გვინდა ამაში ეს საქმე. პოლიტიკური შედეგის დადებაზე რომ დავბრუნდეთ თაზო, მე არ მინდა საკუთარ თავს ვეწინააღმდეგებოდე ამ შემთხვევაში, სოფო. ეხლა შენ რაც ამბობ ხო? პირველ ნაწილში თქვი რომ ხო, ის პუტინი არ გამოვიდა, იმაში ხო თახდებით მაგაზე, რომ რაც პუტინს გამოვიდა რუსეთში, ანუ საკუთარი მოსახლეობის აბსოლუტურ მონოლითის შეშინება, საქართველოში იმენის არ გამოვიდა. შეგახსენებ რომ მეორე 600 რაღაცა დღე არის პროტესტი მიდის ქუჩაში. შეგახსენებ რომ ივანიშვილს დაჭერდა კანონი შეიძლება ყოველ 2 დღეში ერთხელ კანონის მიღება იმისთვის რომ შეზღუდოს მისი წინააღმდეგობა. და ამ ვითარებაში ჩვენ ხო არასწორი იქნება თქვა რომ იგივე გააკეთა რაც პუტინმა. იგივე მცდელობა, მაგრამ არ გამოსდის. აი აქაც ბოდიში აი ეს დავთავრებული რა. ცოცხალია, ეს არის სხვაობა. ხო და შეხედე წინააღმდეგობა ცოცხალია და მაგაზე მიუბრუნდები, მაგრამ იგივე პუტინის რუსეთის მაგალითს მოგიყვან. პუტინის რუსეთის მაგალითშიც კი, როდესაც რაციონალურად მიუდგა ნავალნი არჩევნების საქმეს, იმ ჩაკეტილ სისტემაშიც კი მიაღწია ელექტორალურ შედეგს. არის თუ არა ეს ესე?
ნავალნი აღარ არის ცოცხალი. სოფო, შეხედე, ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ჩვენ ხო რაზე ვლაპარაკობ, ხო, ისტორიულ მოვლენებზე ვლაპარაკობ. რაღაცა კითხვას მისვავ და მე გეუბნები, როგორ არ დადგა ნავალნი, როდესაც ჩვენ მივიდა. არ გვინდა აქ იგივე სცენარი, ჩვენ არ გვინდა აქ პოლიტიკოსები, რომლებიც ციხეში მოკვდებიან. ახლოსაც არ არის თქო, მაგას გეუბნები, ოღონდ ის მაგალითიც გითხარი. ზუსტი არ არის. მე თქვენს კი არ გეწინააღმდეგებით, თქვენ კი არ გცდილობთ. ვიცი რომ არ მეწინააღმდეგე, უბრალოდ ყველამ დაიწყეთ. უბრალოდ ეს არის არგუმენტი აქეთ ამ ხრიდან, რასაც თქვენ გეუბნებით. სინიჯი, არასწორი არგუმენტია, არ წინარზე არა აქ მაგარ გუბერნს. თქვენს აზრის შეცვლის ცდელობას არ ვეწევი ახლა რაღაც აზრი არა აქვს მაგრამ ძალიან საინტერესოა ეს დისკუსია და აქ მოდით დავკონკრეტდეთ ერთ რამეზე პოლიტიკური შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ჯერ ადრეა თუ არა საერთოდ არჩევნებში შეცვლა რატო ლაპარაკობენ ჩვენი კოლეგები ვინც ეწინააღმდეგებიან არჩევნებზე 2 წლით ადრე ჩვენ ამაზე არ ვლაპარაკობთ ჩვენ ამ თემას არ ვწევთ სოფო მე და თქვენ რამოდენიმე კვირის წინ იგივე თქვით ხო რაღაცა მაშინაც ამოძენ და რატო ლაპარაკობს ეს ხალხი ამ შეხედე თან არჩევნების ნიჰილიზმის დათესვა უნდათ და თან ეხა ლაპარაკობენ ამაზე გამალებით როდესაც ის ხალხი ვისაც გვინდა რომ საქართველოს ხალხმა არ დაკარგოს წმენა საკუთარ ძალაში და ქართული ხალხის ძალა და განსხვავება რუსი ხალხისგან არის ის რომ ამ ქვეყანაში კმედითი დემოკრატია უფრო ძლიერია საზოგადოებრივი კულტურული ქსოვილის ნაწილია ეს დემოკრატიული ქცევა პოლიტიკასაც დაზო ამაში ასე რომ გედო თავაზობ უკეთეს პოლიტიკას ხო უკეთესი პოლიტიკა პოლიტიკურ სისტემაში იქნება სოფო პოლიტიკურ სისტემაში იქნება პოლიტიკური სისტემის გარეთ სხვა რამე იქნება და პატივს იცემ ყველა იმ ადამიანს რომელიც 600 დღეა იბრძვის სხვაგან სამოქალაქო აქტივიზმში იბრძვის ამ საქმისთვის იმიტომ რომ ეს მათი საქმეა მე პოლიტიკოსი ვარ ჩემი საქმეა რომ პოლიტიკური პროცესი ვაკეთო და ზურა ჯაფარიძეს ან სხვებს თუ დავიწყდათ რომ პოლიტიკოსები არიან და ლაპარაკობენ უბრალოდ ნიჰილიზმს თესავენ იმიტომ რომ არა არჩევნები და რა მე კითხვა მაქვს აი საპასუხო კითხვას დაუბრუნებ ზურა ჩემ მეგობარია და ძალიან ვიყავ რა რომ რაღაცა სანქცია აქცია და რაღაცა ხო და რა სანქცია წარმატებულია ეს ყველაფერი გავატონსო ხო წარმატებულია მე თუ მეუბნებით რომ მე როდესაც პოლიტიკას ვაკეთებ როდესაც ვცდილობ რომ საქართველოს მოქალაქეებმა არ დაკარგონ წმენა დემოკრატიაში არაფერია დაკარგული ესე იგი წარმატებული ყოფილა აქამდე რაც გააკეთა როგორ არის როგორ შეიძლება ჩავთვალოთ წარმატებული პოლიტიკური ძალები რომლებიც პოლიტიკას არ აკეთებენ აი ერთი კითხვა მაქვს თქვენთან როგორ შეიძლება რომ საქართველოს მოქალაქეებმა ჩათვალონ წარმატებულად ის პოლიტიკური ძალები რომლებიც პოლიტიკას არ აკეთებენ როგორ შეიძლება სად გაზომოს პოლიტიკური ძალა რომელიც არის პატრიოტიზმი არის პოლიტიკის კეთება პოლიტიკის კეთება პოლიტიკური პარტიისთვის არის როგორ არ მოვიდა цота მოვიდა ეგ ძალიან ცუდია ქალბატონ სოფო ძალიან ცუდია რომ ჩვენი კოლეგების მავნებლობამ რასაც ბოიკოტი ერქვა ქალბატონ სოფო ჩვენი კოლეგების მავნებლობამ რასაც ბოიკოტი ერქვა იმუშავა ამას ხო აღიარებთ ამაზე ხო არასდროს უარი არ გითხოვთ ეგ კარგია ქალბატონ სოფო ეგ კარგია ეგ მართლა გონიათ რომ კარგია ან ჩვენი პოლიტიკოსების საქმე გონიათ რომ სხვა რამეა გარდა პოლიტიკის კეთება სანქცია 2 წლით ადრე თუ ჩვენ ვეთქვით იმ ხრივ რომ ივანიშვილის ლეგიტიმაცია ამ დრომდე არ აქვს ქვეყნის შიგნით და გარეთ ამ ნაწილში იყო თუ არა ეს წარმატებული სცენარი და ამ ნაწილში ძლიერ საქართველოს იყო ამის მხარდამჭერი ბოლომდე და იმისი რომ დასავლეთმა იზოლაციაში მოქცევს ივანიშვილი ამის მხარდამჭერის დღემდე ვართ იმიტომ რომ ივანიშვილი არის საკუთარი ხალხის მტერი და ებრძვის საკუთარი ხალხის ინტერესებს კი on შემდეგი ნაბიჯი რა არის შემდეგი ნაბიჯი რა არის შემდეგი ნაბიჯი არის ჩვენთვის პოლიტიკის კეთება შემდეგი ნაბიჯი არის რომ აქედან და 2028 წლამდე მოკლა ივანიშვილმა აღარ არსებობს და გავყვეთ ბოლომდე და წავიდეთ ან შეცვალეთ საპირისპირო ხარ ჩვენ სულით ამას საქართველოს აბსოლუტურად ყველა ქალაქში ვართ თბილისის ყველა უბანში ვართ ადამიანებს ველაპარაკებით რეალურ პრობლემებზე სოფო არ ვიცი ვიღაცისთვის შეიძლება ეს სასაცილო იყოს მაგრამ ჩემთვის პოლიტიკის კეთება სასაცილო არ არის ჩემთვის საქართველოს მოქალაქეებთან იმაზე ლაპარაკი რომ ფასები რომელიც გაუსაძლისია მათთვის ამ ხალხს ეგ ტკივა საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას ფასები ტკივა იცით რომ ამ ქვეყანაში 100,000-ზე მეტი ადამიანი არის რომელიც სრულფასოვნად შრომობს და ამ შრომაში თვეში 600 ლარი აქვს ხელფასი იცით რომ საქართველოში მედიანური ხელფასი არის 1300 ლარი ანუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობას 1300 ლარი და ნაკლები აქვს ხელფასი ამაზე ველაპარაკებით საქართველოს მოქალაქეებს ამის ძირი რომ ივანიშვილის კორუფციული სისტემა ამაზე ველაპარაკებით საქართველოს მოქალაქეებს ველაპარაკებით იმაზე
იმაზე რომ 4 წელია ომი მიმდინარეობს ჩვენ მოძმე უკრაინაში რუსეთის აგრესიის საფუძველზე საქართველოს შეიძლება აი ამ ყველა ამ ვითარებიდან გამომდინარე და სამხრეთში ირანში მიდის კონფლიქტი ვითარებიდან გამომდინარე ერთ თაობაში ნახოს აბსოლუტური ტრანსფორმაცია და გახდეს ქვეყანა რომელიც არის ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი ნაწილი იმით რომ ტრანზიტული ქვეყანა იყოს ანაკლი სპორტი 10 წელია მთავრობის მოწყობით არ შენდება და რკინიგზის მოდერნიზების მაგალითად ყავდა რკინიგზის ხელმძღვანელი რომელიც ჯართად ჭრიდა რკინიგზას და ჯიბეში იდებდა ამაზე ველაპარაკებით ამ ადამიანებს ეს არის ის ამ ხალხმა ხომ იცის ხომ პროტესტშია ხომ უნდა ცვლილება ხომ გეთანხმება პროტესტი ხო ისეთი დიდი აღარ არის როგორც 2024 წლის დეკემბერში ხალხში შეცვლილია განწყობა ხალხში რომ დადიხარ ხალხში განწყობა არის ივანიშვილის ცვლილებაზე ოღონდ ხალხს უნდა იმის რწმენა ხო მანდ მივდივარ კი ოღონდ მანდ მივდივარ ოღონდ ხალხმა უნდა დაინახოს ალტერნატივა ხალხი ამას ამბობს ჩვენ ვისაც ხვდებით არ ვიცი ზურა ჯაფარიძე ვის ხვდება ან სხვები მაგრამ მე ვისაც ხვდები ყველას უნდა ცვლილების დანახვა პოლიტიკური ცვლილება ხდება პოლიტიკური ალტერნატივის დანახვით და პოლიტიკური ალტერნატივა თუ არ არსებობს მაშინ არ არსებობს ცვლილება ქალბატონო სოფო და ნიჰილიზმი რომელსაც კოლეგები თესავენ მივა აქამდე რომ პოლიტიკური ცვლილების ალტერნატივას საზოგადოება ვეღარ დაინახავს და ძლიერი საქართველოს ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებთ ბოლომდე რომ ამ საზოგადოებამ ფარხმალი არ დაყაროს და საზოგადოება ფარხმალს არ დაყრის მანამ სანამ ექნება რწმენა რომ არსებობს შვიდობიანი ცვლილების საშუალება და არსებობს პოლიტიკური ალტერნატივა ვინც ამ ცვლილებას განახორციელებს და ამას არ ჭირდება არც 4 კითხვა და არც 12 პასუხი მარტივი ამბავია პოლიტიკოსებმა ვაკეთოთ პოლიტიკა ჟურნალისტებმა აკეთოთ ისე კარგად როგორც თქვენ აკეთებთ ჟურნალისტური საქმიანობა სამოქალაქო აქტივისტებმა აკეთონ პროტესტი და ყველაფერი კარგად იქნება ეს კითხვაც იყო მარტო როგორ აკეთებთ ამასო მარტო ანუ ყველა თუ გაგიჟდა და თუ არასწორად იქცევა, მეც აუცილებლად უნდა გავგიჟდე და არასწორად მოვიქცე. მარტო არ ვაკეთებ. ჩვენს უკან ძალიან ბევრი ამორჩეველია, ჩვენს უკან ძალიან ბევრი ჩვენი მხარდამჭერია, ჩვენს უკან ძალიან დიდი პარტიული სტრუქტურაა და ამ ქვეყნის ბევრი მოქალაქეა ჩვენთან ერთად. მარტო თავს არ ვუძნობთ და დარწმუნებული ვიყავით თქვენც და ის კოლეგებიც, ვინც ამ კითხვას ვავს. მარტო არ არის ის პოლიტიკური ძალები, ვინც ამ ქვეყანაში ცდილობს ივანიშვილის რეალური ალტერნატივის შექმნას. არავითარ შემთხვევაში არ არის მარტო მარტოც არ უნდა იგრძნოს თავი ვინმე, ვინც ამ კითხვას ვავს.